შეფასებების თემაა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადება, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით საუბრობს. ნაციონალური მოძრაობა კირცხალიას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს. ცნობისთვის ირაკლი კირცხალია რუსეთის უკრაინაში შეჭრისას გააქტიურებულ ანტირუსულ კამპანიაზე საუბრობს და გარი ძალების ორკესტრირებულ, ეგრეთ წოდებულ რუსოფობიაში ოპონენტებთან ერთად კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. დასახელდნენ კონკრეტული შემსრულებლები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები. ირაკლი კირცხალია ინტერესდება, რატომ არ იყო საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი იმისთვის, რომ რუსეთში ქართველი კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით კონცერტები არ გამართულიყო და რატომ თქვეს მათ ცალსახაუარი ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებზე 2022 წლის შემდეგ. ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან, ცეკვა თამაშით, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არ მოგვარდება, რომელიც რუსეთთან არსებობს. პრინციპების პატივისცემა, გმირების თავდადება, სწორედ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის წმინდა მარადიული ბაირაღია, რომელსაც უნდა გაყვეს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის პოლიტიკური ძალები და კი ჩვენ ვიცხოვრებთ გაერთიანებულ ქვეყანაში, თუ დაუცავთ ამ მნიშვნელოვან პრინციპებს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომ შენ საკუთარ სამშობლოში როცა შემოიჭრა რუსეთის ფედერაცია ამას არ აუშავს და ამის შემდგომ შეგიძლია მომღერლების ამღერო რუსეთში, თქვათ იქ მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, იგივე აქ ვითომ ევროპელი ბურჭულაძე იქ რუსეთის პრეზიდენტს გვინო კახუროს უმღეროდა და ასევე სააკაშვილის ბევრი კარის მომღერალი დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ, აი ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი და დიდი ხანია ამაზე ჩვენ საუბრობდით, რომ შენ როცა შენი სამშობლოს წინააღმდეგ ოკუპანტ ქვეყანას უმღერი, მაშინ როდესაც ნაწილი შენი ქვეყნისა ოკუპირებულია და როცა უცხო ქვეყანაში შეიჭრა შენი ოკუპანტი ქვეყანა და მხოლოდ ამის მერე გახდა ის ქვეყანა ოკუპანტი, აი ეს არის სწორედ უსამშობლოობა. 2008 წლის შემდგომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩვენს ქვეყანაზე 400-ზე მეტი სამხედრო პირის და სამოქალაქო პირის დაღუპვის, 120-ზე მეტი სოფლის და ტერიტორიის დააკარგვის დროებით, მაგრამ მაინც პირობებში ცალკეული წარმომადგენლები კულტურის სფეროდან აგრძელებდნენ ჩვეულებრივ თანამშრომლობას რუსეთთან და დღეს, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, როდესაც აშკარაა გარე ძალების დივსეეთის სურვილი საქართველოც იყოს ჩართული ამ მძიმე ვითარებაში, არათუ რაღაცა პოზიციის შენარჩუნება, პირიქით რაღაც თითქოს მკვეთრი, ხაზგასმითი ანტირუსული პოზიცია გამოხატეს და რუსოფობიაში გადაზარდეს ეს ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს და საინტერესოა რა პასუხს გაცემენ თუ რატომ არის თანხმედრაში მათი ეს პოზიცია მდიდარი ენჯეოშნიკების და საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ოპოზიციის საერთო მესიჯ ბოქსთან მიმართებით.